რუსეთში საწვავის მზარდმა დეფიციტმა საავადმყოფოების სახანძრო ბრიგადები და მუნიციპალური სამსახურები ბენზინის გარეშე დატოვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით საწვავის სახელმწიფო ტენდერები ჩაიშალა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს. ბენზინის მიწოდების შეფერხება პირდაპირ კავშირშია უკრაინის მიერ რუსული ნავთობქარხნების დაბომბვასთან, რამაც ქვეყანაში საწვავის კრიზისი გამოიწვია. უკრაინელებმა FSB-ს საპატრულო ხომალდი იზუმრუდი გაანადგურეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემი 2018 წელს ქერჩის სრუტეში უკრაინული სამხედრო ხომალდების დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა. ბათუმში რუსული ჯგუფ ტატუსა და რუსეთში მოღვაწე ანი ლორაკის კონცერტები გაუქმდა. ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედია ტასი ავრცელებს. კონცერტები 1 და 14 აგვისტოს იყო დაგეგმილი. ანი ლორაკი ეროვნებით უკრაინელია, თუმცა 2014 წლიდან რუსეთში მოღვაწეობს. მას უკრაინის მიერ სანქციები აქვს დაწესებული. ჯგუფ ტატუს კი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის აგრესიას საჯაროდ არსად დაუგმია. ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ბალონი აალდა. დაშავდა 2 ადამიანი, ისინი სასწრაფო მსუბუქი დამწვრობებით კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა ანგისის ქუჩაზე მოხდა.